ძალიან მიყვარხარ საქართველოს. ძალიან უყვარხარ საქართველოს. კიდე რას ეთქვი ახალ, თორე ყველა მიცით. მალე გვენახოს განცლიანებული საქართველოს. ამენ. მალე ეგეც ყველა მიცის, ხო? ეს ყველა სურვილია. სურვილია ყველა. ყველა ქართველი. გავატარებ ყველაფერი რაც კი ქართული ტკივილი იყო. გულში და გული მაქვს ცუდი. ჯიჯი განიმუხტება ეგა. განიმუხტება ეგა. ხო. მე კი რატომღაც მინდა მოგიწოდოთ ქართველებო. ვიყვიროთ საკუთარ სულში, ვიყვიროთ ერთურთის სულში, ვიყვიროთ შინ, ვიყვიროთ გარეთ, ვიყვიროთ წინაპართა საფლავებში, ვიყვიროთ ზეცაში, რათა გამოვხიზლდეთ, ერთმანეთი გამოვაღვიძოთ, წინაპართა ძვლებს ხმა ჩავაწვდიმოთ, იმათ სულებს შველა შევთხოვოთ, თორემ მოვიდა ყივჩაღი. გოდერძი ჩოხელი. ალხას ციკლაური მე დავიბადე ამ სახლში 11 წელი აქ ცხოვრობდი 11 წელი ცხოვრობდი აქ და მახსოვს ბებია ჩემი რო ყვებოდა როგორ დაიბადა გოდერძი ჩოხელი ჩვენთან იმ ძროხების სადგომში ბაგაჟში გოდერძი დედა ლელა ბუბუნაური ციკლაური მამიდად ვიყავდი რა ჩვენ ზევით ცხოვრობდი ჩემი ბიძაშვილები რუსეთში. როცა ცუდად გახდა და მშობიარობის პერიოდმა მოუწია. წამოვიდა მამის სახლში, რატო არ შეიძლებოდა ჩოხში ხატის მოედანთან ახლოს ცხოვრობდნენ და არ შეიძლებოდა მშობიარობა კი არა, ქალის მიახლოებაც არ შეიძლებოდა იმ სალოცავთან. წამოვიდა თავის მამის სახლში. როცა მოვახლოვდა აი ამ კლდეს, გახდა ცუდად და ბებია ჩემმა გაიგო, გავიდა, გამოიყვანა და მიუჩინეს ადგილი იმ სახელიც ალვანას ეძახდნენ ძროხას რა. დედა ჩემი ცეხლა რო გავართ, გეტყვით და ბიძა ჩემი შეგხვდება და ისეც მოგითხოვენ რომ როგორ იმის ბაგაჟში დაიბადა გოდერძი ჩოხელი. აი ეს იყო როდის, რომელ წელს, 54 წლის 2 ოქტომბერს 1954 წლის 2 ოქტომბერს ეს არის ხო ხშირად აქ მოხსენიებული და ხშირად უყვარდა ხოლმე ჩაც კიდევაც იმ თავშელის თოკებით ადიოდა ხოლმე ხან ხეც აიტანა ერთხელ და დიდხანს იჯდა იმ ხესთან ზვავისაგან ჩამოტანილი ხე თითქოს გადმოიქცევა გადმოწეული კლდია ეს დამლევასხევი ქვია ამ ხევს დამლევასხევი ამის ისტორია ასეთია ჩვენამდე მოსული რომ 7 ძმა და 1 პატარძალი თივა ჩამოქონდა ძებოდან აქ თივა ზამთარში ჩამოაქვთ ხომეზე და დააცურებენ და ისე ჩამოაქვთ თოვლზე და ჩამოქონდათ თივა და ზვავი წამოვიდა და დახოცა და უკვე ეს 7 ძმა და 1 პატარძალი და ქვია დამლევასხევი ახლა ძალიან დიდი მიზნები მაქვს და ძალიან დიდი მოცლება მაქვს რომ ეს სახლი სოფლიო გაიცნოს და ის ბაგა ახლა მივარ და ვნახავთ რა სადაც მოხდა დაიბადა გოდერძი ჩოხელი ჩვენთვის საამაყოა და ვამაყობთ მარტო მე კი არა ჩვენი გვარით ჩვენი ხეობას და მთლიანად საქართველოს უნდა იამაყოს რომ ასეთი ლეგენდარული კაცი ყავდა და უკვდავი გოდერძი ჩოხელი ყავს და რატო ქვია ესე თუ შეიძლება ეგეც აგვიხსენოთ ლეგენდა თემულეგის შემოსევის პერიოდში ვერ შემობედა ვიწრო ხეობა იყო და სად იქნებოდა მტერი ჩასაფრებული თან იწოდა ჩვენი ფიცხი ხასიათი ამ ურსაჭიელების და გუდამაყლების არაგველების შავარაგველების გასაკუთრებით და შეეშინდა რომ ბურუსია და ჭირსო ვერ შემობედა აქეთ შემოსა და ურსაჭიელი ამიტომ ამ წუთას აქ ცხოვრობს ეს ჩემი ბიძაშვილები ცხოვრობენ აქ ეს ერთი ოჯახია რომელიც აქცევენ ყურადღებას და ეს სახლი ამათ გადაარჩინეს რა რომ აი გამაგრებულია და ისევე საქონელი ყავთ აქ და ზამთარში აქ არავინ არ არის მიტოვებულია და ბურსაჭირს კიდე ზემოთ უფრო იქ დაახლოებით ჩოხლების ადგილია
მამულები, აქეთ არის ციკლაურების, ხალხელაურების, ბუბუნაურების და აფციაურების არის ზემოთ. აქედან იყო ძველი სამხედრო გზა და აქედან გადადიოდნენ, ცხენები იცვლებოდა გარკვეული მონაკვეთების დაშორებით და ცხენები იცვლებოდა გადადიოდნენ ყაზბეგში. ხედარგო გოდერჩუხელმა ზვავისაგან ჩამოტანილი ხე თავის ფესვებიან ჩამოიტანა ხე და მე დარგო ცოტა მოშორებით დინარის პირას. ხონა ეს ხე მე დინარემ გაიხარა ამ ხემ მე დინარეს არ აგვირო ადიდება ყველაფერი მოაქვს. იქამდეც მიწუდა და წაიღო ეს ხე. ახლა იმის მერე ბუნებრივი ტყე გაშენდა იმ ადგილას. თქვენ ნახეთ ხო? მე გადაიღებთ იმასაც და ბუნებრივი ტყეს ნახეთ. მეგეჩემა რომ გამოიყვანა ნელა მომიდა ჩემი აქ მოიყვანეს აი აქ შეიყვანეს აი ამ კომუშტაკარი ბაგა სადაც დაიბადა ჩვენი გადაიჭრა რამოდენიმე დღე იყო გაჩერებული ხოდერძის დედა და მე წავიდა თავის მამის სახლში და 40 დღის მერე დაბრუნდა ჯოხში. ამ მეორე სართულზე ჩვენ ცხოვრობდით. მაშინ მამა ჩემი იყო 16 წლის ასე მამაჩი. ეს არის ბაგა, სადაც დაიბადა ლეგენდარული უკვდავი მარადიული გოდერძეჩოხელი. ეს არის ბებიაჩემის და პაპაჩემის სახლი, რომელიც ძალიან მიამაყება და ყოველთვის ვიამაყე. მარტო მე კი არა, ჩვენი ხეობა და სულად საქართველოს და სამყარო უნდა იმოყოს, რომ ასეთი ლეგენდარული კაცი ყავდა და მარადიული. შეგვიწყალენ ჩვენ